რატომ გამოუცხადებ ჩვენ ნდობას და მე პირადად ამ მთავრობის შემადგენლობას, მთავრობის მომავალ მეთაურს ბატონ ღარიბაშვილს და მინდა რამდენიმე ჩამონათვალი გავაკეთო. მე პირადად ნდობას უცხადებ, იმიტომ რომ მას არ ჩაუტარებია ისეთი სპეცოპერაციები და რეიდები ქვეყანაში, რომლითაც ჩვენ მივიღებდით უდანაშაულო ხაზგასმით ვამბობ აზაგაშვილის, რობაქიძის, შავაძის მორიგ მსხვერპლს. მას არ ჩაუტარებია სპეცოპერაცია მსგავსი სვანეთში ჩატარებული, როდესაც ამოწყვეტილი იქნა აფრასიძეების ოჯახი. მას არ გაუწია ბრძანება, რომ დაერბიათ მომიტინგეები და არ მოუწყვია სასაკლაო ისეთი, როგორიც მოხდა 7 ნოემბერს, 15 ივნისს, 6 მაისს, 26 მაისს. კარგად არის ცნობილი, რომ ნაციონალების ხელისუფლება წაართვა სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტებს, მათ შორის მსოფლიოში აღიარებული სამეცნიერო სკოლების შექმნილ ინსტიტუტებს, წაართვა საჯარო სამართლის იურიდიული პირობა და როგორც გეტოში, ისე შეყარა სასწავლო დაწესებულებებში გაურკვეველი სტატუსის მქონე სტრუქტურული ერთეულება. მე იმედი მაქვს, რომ თქვენ ამ საქმეში ჩაერევით მოგვარებას. ჩვენ მოგვიწევს ძალიან ბევრი, შეიძლება ხშირად არაპოპულარული, მაგრამ აუცილებელი ნაბიჯის გადადგმა გარემოს დაცვის სფეროში. თუ გვინდა ჩვენ, რომ დავაკმაყოფილოთ ყველა ის ევროპული სტანდარტი, რომელიც მათ შორის ამ დოკუმენტში ამ თავებში არის ჩამოყალიბებული და მითითებული. მე მინდა მთავრობამ და სრულიად საქართველოს საზოგადოებამ გარემოს დაცვის სფეროს შეხედოს არა გამომყენებლური რაღაცა თვალთახედვით, არამედ ცოტა სხვა თვალთახედვით. შეგნება გარემოს დაცვითი ძალიან დაბალ დონეზეა ჩვენ ქვეყანაში. სამწუხაროდ მათ შორის ჩინოსლებშიც, ჩემ და სამწუხაროდ ეს უნდა ვაღიარო. ამიტომ მე ვფიქრობ, ეს უნდა იყოს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი თქვენი მთავრობის, ჩვენი მთავრობის მომავალი საქმიანობის. ამის გარეშე საქართველო უბრალოდ ვერ განვითარდება. დამოუკიდებლობის ისტორიაში შეიძლება ითქვას გარღვევების მიღწევა, შეძლო პენსიის მნიშვნელოვანი გაზრდა, შეძლო რომ ჩვენ მდგომარეობაში ყოფი ქვეყნისათვის უპრეცედენტო საყოველთაო დაზღვევისთვის მიაღწია. ეს მცირე ჩამონათვალია იმ ერთწლიანი საქმიანობისა, რაც პრაქტიკულად ამ მთავრობის მიერ იქნა განხორციელებული. საქმე იმაშია, რომ ყველაფერი ამისათვის უმნიშვნელოვანესი იყო პოლიტიკური ნება და ამ პოლიტიკური ნების ავტორი ყველა მიცით, რომ არის ერთი ადამიანი, ბატონი ბიძინა ივანიშვილი და მინდა რომ მას პირადად გადაუხადო მადლობა და თქვენი სახელითაც გადაუხადო ასევე მადლობა.